ანუ გამოქვეყნდა ათეულობით ათასი ფაილი. და როგორც აცხადებენ არის ასეულობით ათასი ფაილი ამ საქმეში. კი. და გამოქვეყნებული ფაილების ნიშნულოვანი ნაწილი იყო უბრალოდ შავად დაფარული. აი წარმოგიდგენ ფურცელი ქვეყნება და ფურცელზე რაც კი ანუ დაფარული იყო შინაგან. უბრალოდ დაფარული. ცხადია ხალხი აღშფოთდა რომ ეს რა არის ანუ ეს არ არის რეალური გამოქვეყნება. ოღონდ გამოქვეყნების შინაარსი რა იყო? გამოქვეყნების შინაარსი იყო კონგრესმა მიიღო კანონი რომ ეს ფაილები უნდა გამოქვეყნდეს. კონგრესის მიღებულ კანონში იყო დათქმული აი ბოლო თარიღი არის ეს. აი ამ თარიღში უნდა გამოქვეყნდეს ყველაფერი. ამ თარიღამდე მოასწარი. იმ დღეს რომელი თარიღიც იყო დათქმული ბოლო თარიღად მართლა გამოქვეყნდა, ოღონდ დაფარული ფაილები, ნაწილი დაფარული იყო, ხო? და ეხლა როცა ადმინისტრაცია ამერიკის ამბობს რომ იცი რა დრო ჭირდება დანარჩენი ფაილების დამუშავებას და გამოცემასო კრიტიკოსები მათ შორის კონგრესის ნაწილი რომელიც ემხრობოდა ამბობენ რომ როგორ კაცო ჩვენ კანონი რომ მივიღეთ ის კანონში ეგ დრო იგთვალისწინებდა რომ შენ ყველაფერს დამუშავებდი ყველაფერს გამოვიყენე ეგ დრო არა რელევანტური თან რას ვქო რა დამუშავება სჭირდება ან დრო რა დამუშავება სჭირდება ესე იგი რაღაცებს არ აქვს ხო მეორე მხარე კი ამბობს იმ არგუმენტებს რომ იცი რა რიგი მოწმეების ინფორმაცია მოწმეები რო არ დაზარალდნენ დაზარალებულებს რო არ შეექმნათ რაღაც საფრთხე პრობლემები და ასე შემდეგ აი მაგ ნაწილს ვფარავთ ოღონდ რა რაოდენობის მასალებიც დაიფარა ის ნუ აშკარად არ შეესაბამება არ დაიჯერა არავინ რომ მაგითო დაფარეს და მანდ აი უბრალოდ დავფიქრდეთ თვითონ მასშტაბს უყურეთ ეს არის საკითხი რომელიც უკავშირდება ერთ ადამიანს ერთი ადამიანი იყო ეს ეპშტეინი რომელსაც ჰქონდა კუნძული რაღაცა ავადმყოფული გართობის მეთოდები ჰქონდა მოფიქრებული იმ კუნძულზე და წარმატებული პოლიტიკურად ფინანსურად და ზოგადად შოუ ბიზნესში წარმატებული ადამიანები ჩაყავდა იქ, ანუ სოფლიოში გავლენიანი ადამიანები ჩაყავდა იქ და აი ავადმყოფურ გართობაში იღებდნენ მონაწილეობას და მაგ ფაილების 100,000-ობით ფაილია. უბრალოდ აი მასშტაბზე რო დავფიქრდეთ, ანუ 100,000-ობით ფაილი. ეგ ნუ ერთ კუნძულზე სხვა კუნძულზეც ხო ერთობოდა ის ხალხი. სხვა რაღაცა გართობა, სხვა რაღაცას ხო ერთობოდა ის ხალხი, არა თავისთავად. ანუ მანდ რა არის, იცით, აი უბრალოდ ეს იმის კონტექსტში რო განვიხილოთ, აი საუბარი რაზე მიდის. მანდ მიდის საუბარი იმაზე, რომ აი ეხა მაგალითად ფოტოებიც ვინც ვაჩვენეთ, ხო? ეგ იყვნენ გავლენიანი რამდენად იყო ეგ ადამიანები ამერიკის პრეზიდენტებზე საუბარი. ხო? ანუ თუ კი ვინმეა გავლენიანი სოფლიოში, ნომერ პირველი გავლენების მქონე ხალხზეა საუბარი. ეგეთ ადამიანებთან დაკავშირებული 100,000-ობით ფაილი. მოდით რა ვქნათ, იცით, აი სურათებიც ვაჩვენოთ, აი სინამდვილეში ვინ იყო შემჩნეული. ხა ცხადია ჩვენ ათასობით სურათს ვერ ვაჩვენებთ, უბრალოდ ფორმატი არ მოგვცეს ამის საშუალებაც არცაა საჭირო, მაგრამ აი ყველაზე გავლენიანი, ყველაზე ცნობადი ადამიანები, ვინც ესწრებოდა აი ამ კუნძულს, აი რამოდენიმე ვაჩვენოთ. აი მაგალითად ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელსაც სხვათა შორის არაერთ სკანდალში იყო ეს ადამიანი გახვეული და მათ შორის ეპშტეინის კუნძულზეც ნამყოფია. ხო. შეგვიძლია ბილ კლინტონი და მიკ ჯაგერი, მაგრამ ეს არის ბილ კლინტონი, ეს არის მიკ ჯაგერი, ეს არის ეპშტეინი. არა, ეპშტეინია მარჯვნივ არის, კაცი. მიკ ჯაგერია შუაში. ხო, ეს არის ეპშტეინი, ეს არის შუაში მიკ ჯაგერი. აი კიდევ ვაჩვენოთ. აი ეს არის პრინცი ენდრიუ, ეს არის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, რომელიც სხვათა შორის ამ სკანდალის შემდეგ, რომელიც პირდაპირ ხილება მოხდა, რომ ის აი რაღაცა გარყვნილ ქმედებებში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის არასრულწლოვნების მონაწილეობით,
ხო და ეს ადამიანი მოკვეთეს ბრიტანული სამეფო ოჯახიდან. სამეფო ოჯახის მაღალი მორალური სტანდარტები გამოხატა ამან. ხო, ბილ კლინტონის კიდე ბევრი საინტერესო სურათი იყო. მაგალითად ეს ეს ხო, ჯაკუზიში ვიღაცასთან ერთად, ოღონდ რატომღაც იმის სახე დაფარული. იმის სახე, არასრულწლოვანი. ხო, რატოა დაფარული, საინტერესო. კიდე არის სხვა სურათი ბილ კლინტონის. ეს სხვათა შორის ეს იყო რაღაც ამ ფაილებში იყო ეს ფოტო, როგორც ვიცი, ეს ნახატი ბილ კლინტონი რატომღაც ამ ფორმაში, ამ პოზაში დახატეს ამ ტანსაცმელში, არ ვიცი. ესეც ეს სურათები არის ეპშტეინის სახლიდან წაიღეს. ეპშტეინს ეკუთვნოდა ყველა ეს სურათი, როგორ აღმოჩნდა ეს ასე საჯარო სივრცეში, ეპშტეინის სურათებია. ხო, ეს მიკ ჯაგერი, ბილ კლინტონი ისევ მანდ ის რა ქვია, მაიკლ ჯექსონი, ბილ კლინტონი, ბილ კლინტონი ესეთი. აქაც დაფარულია, აი იმ წინა ფოტოების დაფარულია. ბილ კლინტონი არის, ამ კლუბის წევრი აშკარად. აქ ეხლა აი ნახეთ ფოტოებში ხო ხედავთ, აი შავად არის დაფარული რაღაც მონაკვეთი. აი ეს დაიანა როუსია ის. ეს არის ვიღაცის სახეა დაფარული. ხო და კიდე ერთი სურათია ჯაკუზიში ზიან გარე გვაქვს. არა ამ ეპშტეინს ყავდა კიდევ ერთი ქალბატონი თანაშემწე, რომელიც ასევე ამ საკითხში იყო ღიად გარეული. ხო, იმასთან ერთად აბაზანაში კი არა, ბასენში. მოკლედ, რატომ არის ახლა ეს საკითხი მნიშვნელოვანი? ყურე ჩვენ როდესაც ამ თემას დავიწყეთ საუბარი, დავასახელეთ ორი სავარაუდო ვერსია, რაც ყველაზე აქტუალურად მუსირებს საზოგადოებაში და ორი ლოგიკური ახსნა არსებობს. პირველი რომ ვიღაცა პერვერტი, იზრაშენეცი, პედოფილი, სატანისტები არიან და რაღაც ორგიებს აწყობდნენ ბავშვებთან ერთად იმ ეპშტეინის კუნძულზე, რომელიც ხოთა შორის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარეობდა. ეს ერთი ვერსია არსებობს და მეორე ვერსია არსებობს, რომელიც არ უარყოფს პირველ ვერსიას, მაგრამ კარგად ხსნის ზოგადად რა ხდებოდა, ანუ მათ შორის ვინ იყო ეპშტეინი, რატომ იყო ის ასეთი ცნობილი, რატო ახერხებდა მათ შორის ვიღაც პოლიტიკოსების, პრეზიდენტების, ცნობილი ადამიანების სადღაც ჩაყვანას, კომუნიკაციას, რის ხარჯზე ახერხებდა. არის მეორე ვერსია, რომ მთელი ეს ეპშტეინის კუნძული, მთელი ეს ასე ვთქვათ, მთელი ეს ღონისძიება ბჭყალებში იყო სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი სპეციალურად იმისთვის, რომ ამ ცნობილ ადამიანებზე ქონოდათ კომპრომატები. იმისთვის, რომ მერე ესინი გამოეყენებინათ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. აი სხვათა შორის, აი მე ვიდეოც ჩავაგდე იქ, აი ყველაზე კარგად აღწერს, აი დაახლოებით რასთან მქონდა საქმე, აი იმის მარიო პიუზოს ყველაზე ბესტსელერი წიგნის ნათლიას ეკრანიზაციის მეორე ნაწილის ეკრანიზაციის ერთ-ერთი სცენა. ამის გაშვება მე არ ვიცი რამდენად შეიძლება იმაში. მე მგონი საავტორო უფლებებით არის. ხო, აი მაშინ ვისაც ნანახი აქვს, ახსნი რაზეა საუბარი. აი ნათლია ორში არის ეგეთი მომენტი, როდესაც ეს კორლეონეების ოჯახი გადადიან სხვა შტატში, სადაც ჯერ არ აქვს აი ამ მაფიას თავისი ფესვები გადებული და არ აქვს გავლენა. იქ იწყებენ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, მთავრობასთან გარკვეულ კომუნიკაციას. და ასეთი სცენა აი მაიკლ კორლეონესთან ერთად თავის სახლში საუბრობს იმ შტატის სენატორი, რომელიც ღიად აფიქსირებს, რომ არ მოსწონს ესენი, არ უნდა ამ მაფიის ხილვა თავის შტატში. უпростоრედ კი არ უნდა ცოტა აგდებულად შეურაცხყოფელი ფორმით ელაპარაკება და პირდაპირ ულტიმატუმს უყენებს, რომ თუ რაღაცა გინდა შენ, მაშინ ამდენს მოიტან, ამდენს, ძალიან შეურაცხყოფილად ელაპარაკება და ულტიმატუმს უყენებს. რაზეც შემდეგ აი ამ სცენის მერე
ჩვენ ფილმში ვხედავთ შემდეგ სცენას უკვე ეს სენატორი სადღაც ოთახშია საწოლთან ზის და ამ საწოლზე მკვდარი ახალგაზრდა გოგონაა ეს სენატორი ტირის არ იცის რა მოხდა რატომ არის ის ახალგაზრდა გოგონა მოკლული შემდეგ ამ კორლეონების მაფიის ერთ-ერთი ოჯახის წევრი მიდის ამშვიდებს ეუბნება რომ ნუ გეშინია ჩვენ მეგობრები ვართ ეს ასე ვთქვათ თვითონ სადაც არის ეს მათ ეკუთვნით ეს ბორდელია მათ ეკუთვნით ამიტომ ამ გოგოს არავინ არ აყავს ის უპატრონოა ვერავინ ვერ გაიგებს ამის არსებობას სამაგიეროდ შენ გახდები ჩვენი მეგობარი ანუ გასაგებია რაც მოხდა ხო ეს სენატორი აი ამ გოგონას იმკვლელობით გახდა უკვე პირდაპირ დამოკიდებული ამ მაფიაზე, იმიტომ რომ უკვე კომპრომატებიც ექნებოდათ, გადაღებულიც ექნებოდათ ყველაფერი და ნუ ის სენატორი მთელი ცხოვრება იძულებული იქნებოდა ემუშავა მაფიაზე. ხო, აი დაახლოებით, როგორც ჩანს, როგორც სხვადასხვა ინფორმაციები ჟურნალს და ეგ ლოგიკურიც არის, ამ ეპშტეინის კუნძულით სპეცსამსახურებმა, ამ ამერიკის სპეცსამსახურებმა ეგეთი სივრცე ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ნუ არ კლავდნენ ადამიანებს, მაგრამ მცირეწლოვანი ასე ვთქვათ ბავშვების ჩართულობით ხდებოდა აი უმძიმესი კომპრომატების მოგროვება პოლიტიკოსებზე და ნუ მთელი ცხოვრება შემდეგ ეს ადამიანები დამოკიდებულები იქნებოდნენ ცხადია იმ სპეცსამსახურების სურვილზე და ნუ ბილ კლინტონის შემთხვევაში ეს ხომ ცალკე მეტყველებს იმაზე რამდენად უპასუხისგებლო ადამიანებით შეიძლება აღმოჩნდნენ უმაღლეს თანამდებობებზე ხო? კი, მაგრამ მან ნახე მე მაგ ვერსიასთან მაგ ერთი აი შეუთავსებლობის განცდა. ნახე სპეცსამსახურებმა შეიძლება მასეთი რაღაცა დაუშვათ ჩაიფიქრონ. ისმის აი ჩაიფიქრენ რაღაც ზაკრული გეგმა რომ მოდი აი უკიდურესად ამორალური გარყვნილი გზით ვიღაცეები ისე კომპრომატები მოაგო. ჯერ მაქს ვიღაცა სპეცსამსახურები რომ მაგ სამუშაოს ატარებენ, ეგ ძალიან ბევრ ამეზე მეტყველებს თვითონ ამ სპეცსამსახურების მორალურ სახეზე. რა არის? ხო, მაგრამ ეგ უნდა ითქვას, რომ ვიღაცა რომელიღაცა სპეცსამსახურმა გადაწყვიტა, რომ მოდი ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია ჩავატაროთ. და მაგითი ვიღაცები დავაბათ. ნუ ეგ უკვე მეტყველებს იმ ქვეყნის მორალურ სახეზე ერთი, მაგრამ ნახე, ბიჭო, ვიღაცამ რომ ეგ გადაწყვიტოს, მაგისთვის უნდა არსებობდეს უბრალოდ ის კონტინგენტი კი არა, რომელიც მაგას ჩაებრუნებს. მთელი ელიტა ისეთი უნდა იყოს, რომ ეს მთელი ელიტა კი არ გაგიჟდა და ესენი, ბიჭო, რას ჩალიჩო. ესენი რაში არიან ჩაბმულები? ამათი ავადმყოფი დედავატირე, ეხლა ამათ დედაუტიროთ ნორმალური ქვეყანა. ცეცხლის გარეშე არ არის. ანუ მე რატომ მიჩნდება განცდა, რომ აი თლად ისე არ გამოდის, რომ აი სპეცსამსახურებმა ვიღაცების ხო ეგ რაღაცა პროცენტი იქნება გარყვნილი ავადმყოფების, რომლებიც მაგას ჩაბმადია, ხო? და ვიღაც მასეთი გარყვნილი ავადმყოფების კომპრომატების მოგროვების მექანიზმი მონახეს. თუ ეგ საკმარისად ფართო არ იქნებოდა სპექტრი გარყვნილი ავადმყოფების უცნაური კონცენტრაციის მაგველზე, სადაც არავინ არ გამოჩნდა 30 წელი, რომ ამაზე აღშფოთდებოდა და მხოლოდ მსხვერპლების რაღაცა ნათესავების და ახლობლების განცხადებება რომ ზედმეტი ხმაურები გამოიწვია, მე ხალხი აღშფოთდა, ხო? იმიტომ რომ მან ცოტა ეს სპეცსამსახურების საქმეა, მაშინ გამოდის რა იცი, სპეცსამსახურებს მაშინ იმაზეც უნდა ემუშავოთ, რომ მთელი ეს ელიტა დაკომპლექტებულია ავადმყოფი იზვრაშენცების შემადგენლობით. მაშინ თუ ეგ სპეცსამსახურებმა იმუშავოს, შეიძლება ეგ ფორმატი მასეთი მორალური სტანდარტების ფორმირების
ეგ იყო აი ხანგრძლივი რაღაცა შინაგანი გადარჩენა. მე აი პროცესს ერთმანეთს. მე რა მაინტერესებს, იცი, აი საერთოდ ხა აი მაგალითად ჩვენ ამ თემაზე შეიძლება რა კუთხით უნდა განვიხილოთ. იცი, აი ზოგადად ამერიკაში გასკდა ფაილები, რომელმაც გამოაშკარავა რაც ისედაც ყველა ეჭვობდა, რასაც ისედაც არავინ სხვანაირად არ წარმოიდგენდა. მოდი გულახდილად ყველამ თქვას, რომ ამერიკის მმართველობაში არა, კი ბატონო, ვიღაცებს შეიძლება სხვანაირად წარმოიდგენ, მაგრამ ნუ დამტკიცდა. არა, ძალიან ბევრს წარმოედგინა როგორც აი ჰილარი კლინტონი აქ რო ჩამოვიდოდა და იტყოდა აი ხო და აი მას კადრულობთ ხო და აი უყურე ეს რას კადრულობ ჩვენ უნდა ძალიან აი უყურე რომ როგორ ნიშნულოვანი საქართველოსთან მიმართებაში არის მაგ კონტექსტში უყურე ამერიკა ხო რას წარმოადგენს საქართველოსთვის და აი ქართველების ამერიკას წარმოადგენს როგორ რაღაც იცი აი ადამიანების უფლებები ხალხო აქ ეს უკვე ადამიანის უფლებები აქ თან როგორი ადამიანის უფლებები იცი ის კი არა რომ პედოფილია ხდება ხო არა აი პედოფილია უკვე სადღა არსებობს ამერიკაში წარმოუდგენ იქ უკვე ვიღაცამ რაღაცა არათქმევინეს მაგაზე ნერვიულობენ ხო ეგრე წარმოიდგინე აი ამერიკა ვიღაცის თავში იყო რა რომ ამერიკა ზრუნავს ადამიანის უფლებებზე და ამ დროს პედოფილით არის დაკავებული მმართველი ხო აი ვინც აქ რო ვიღაცა გაგიჟდა და ძალიან რომ მოუნდა ამერიკაში მაგ დროს იქ ვიღაცა იქ მართველი პედოფილით არის დაკავებული. ეგ ხომ მნიშვნელოვანი. არა, ეს ხო არ არის ისეთი რაღაც. ეს ხო სინამდვილეში მნიშვნელოვანი არის რა კუთხით, იცი? ამერიკა ხო ვიღაცებს მორალური პედესტალიდან ელაპარაკ. ამერიკა ხო მაგას ცდილობს, რომ ის იმდენად გაუსწროს ხვებს მორალური სტანდარტით. ის იმდენად ადამიანის უფლებებზე ნერვიულობს, რომ უკვე რაღაცა სხვა ქვეყნებში ერევა. უკვე აი აქ მაგალითად საქართველოში ერევა, აი შენთან ირღვევა იქ თავისთან ხო მოაგვარა და ის უკვე იმდენად მაგარია, რომ საქართველოში არ მომწონს მე უკვე როგორ მდგომარეობაშია ადამიანის უფლებები და ამიტომ მიგასანქცირებ შენ. ხო ეგეთია. და მაგ დროს რო ირკვევა რომ ელიტა პედოფილით არის დაკავებული, მოდი ყველამ ვაღიაროთ რომ ეგ მნიშვნელოვანი ეგ ცვლის მოცემულობას, ეგ მაგას ყველა ისედაც ეჭვობდა. იმიტომ რომ ამერიკის პოლიტიკას რო შეხედავდი, რა თუნა მაგას ეხლა არა, რაღაცა პერიოდი ეს ყველაფერი კონსპირაციად და შეთქმულების თეორიად იყო გამოცხადებული. მათ შორის აი ბილ კლინტონი რა პერიოდში მართავდა შეერთებულ შტატებს, აი ყველაზე დემოკრატიულად რო იყო წარმოდგენილი ამერიკა. აი როცა საქართველოს ყველაზე მეტად საქართველოს ხალხს ამერიკა უყვარს. აი ყველაზე მეტად რო საქართველოში ამერიკა უნდოდა ხალხი, მაგ დროს აი საუბარია 90-იანები თლიანად 2000-მდე, მაშინ ბილ კლინტონი იყო ამერიკის მმართველი. აი მაგალითად ბოკერია და ჩერგოლეიშვილი როგორც ფიგურები რო გამოჩნდნენ, აი მაგ პერიოდში ბილ კლინტონი იყო ამერიკის პრეზიდენტი. ხო და უყურე რაშია საქმე. შოთამ რაც თქვა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რანაირად აღმოჩნდა, რომ ამხელა აი ამდენი პერვერტის, იზრაშენეცის, პედოფილის, სატანისტის კონცენტრაცია ერთ ტერიტორიაზე, ერთ სივრცეში რანაირად მოხერხდა. ხო რაღაც ბიგ ჯაგერიდან დაწყებული. ან აქაურ ელიტას რა მოეწონა იმ ელიტის ეგ. მაგას მანდამდე არ ნახე, მან ეგ მერე ვთქვა. მაგას ცალკე კი ბატონო მე. აი ეს კუნძული ქონდა რა. აი მოდი ერთი წარმოვაჩვენოთ რა. აი შეგვიძლია გამოვიტანოთ. აი ეს კუნძული ეკუთვნოდა ამ კაცს. ნახეთ, ეს კუნძული ეკუთვნოდა რა. ამ კუნძულზე ჩადიოდნენ ბილ გეიტსი, რა ვიცი,
ეს კლინტონები, მიგ ჯაგერი, მაიკლ ჯექსონი, აი ყველა რა ვიცი მე 100,000 ფაილი. 100,000 ფაილი. ხო, 100,000. 100,000 ფაილი. აი ყველა ელიტის წარმომადგენელი. ეს როგორი პრეზიდენტმა არიწოდა, როცა საქმეები იყო აღზრდილი. ხო, ეგ ხო შეუძლებელია. ამ პირობებში, ნახე, ამ პირობებში რომ ელიტაში ვერ აღშფოთდა საკმარისი ნაწილი, ეს რაღაცა 200 პერვერტი გააჩერდა. ესე რომ არ დადგა საკითხი, ეგ რას ნიშნავს, ცით? ეგ ნიშნავს, რომ დანარჩენი ელიტა ამაზე რამე პრობლემა კი არ ქონდა, კაცო. ამაში ან მონაწილეობდა, ან პრობლემა ქონდა. მან ჩდება სერიოზული როგორი რა ეჭვიჩდება, იცი? აი პაფდედის ისინი რო იყო რაღაცა ფაილები და რაღაც ორგიებს რო აწვდა პაფდედიც რო დაიჭირეს, ხო? ეს ხო ყველა მიცოდა. ანუ პაფდედი იყო ბევრად დაბალი დონე. კი, მე ვიძახი ჯასტინ ბიბერი. რა თქმა უნდა, მაგრამ იქ ისიც არასრულწლოვნებს ჯასტინ ბიბერიდან დაწყებული არასრულწლოვნებს აუპატიურებდნენ იმებზე. უბრალოდ დაბალი ფენა იყო უფრო. ეს აქ პრეზიდენტები იყვნენ. ეგ იყო განსხვავებული. რასაც პაფდედი აკეთებდა ეგ რამე ჩაკეტილი გასაიდუმლოებული ღონისძიება კი იყო. აი ღია ეხლა უცხოკი ვერ მივიდოდა, მაგრამ ძალიან გაახმაურებული ღონისძიებები იყო რაღაცა. ეგ ცოტა ფილოსოფიურ საკითხს შევეხით ახლა ჩვენ. ანუ მე რას ვიძახი, მანდ მაგ სფეროში დიდია შანსი, საერთოდ მანდ რო შეხვიდე. აი მაგ სფეროში შეხვიდე, ამაზე რაღაცა მისაღები უნდა იყოს. შად ისე კი არ არის, რომ უყურებრივი კაცი დელტაში. რა თემა იცი? თუ სხვანაირად როგორ არ აყვიდა. აი რას დავფიქრდეთ, იცი? ჯეფრი ეპშტეინის ინტერესი რა იყო ამაში? აი მოდი ჩავიყვანოთ მიგ ჯაგერი, პრინცი ენდრიუ, ბილ კლინტონი, ანუ ჯეფრი ეპშტეინის პირადი ინიციატივა რო ყოფილიყო. აი ჯეფრი ეპშტეინს რა უნდა ამაში? ანუ რატო ჩაყავს იმებს ვიღაც პრეზიდენტები, ცნობილი ადამიანები და რატო ხდება ბავშვების გაუპატიურება? ანუ თუ ჯეფრი ეპშტეინი დონეზე გადაწყდა ეს საკითხი, ჯეფრი ეპშტეინი ჩუმად იქნებოდა. ჯეფრი ეპშტეინი ამ ამბავს ყველაზე არ გაავრცელებდა. მაგრამ ვინაიდან ჯეფრი ეპშტეინი არ იყო ამაში მარტო გარეული და თვითონ ჯეფრი ეპშტეინის უცნაური გარდაცვალებაც მეტყველებს, რომ ძალიან გავლენიანი ძალები იღებდნენ ამ ყველაფერში მონაწილეობა. აბა როგორ მოხდა? რანაირად მოხდა ეს ყველაფერი, რომ თავი ჩამოიხრჩო გამორთული კამერის ქვეშ. ანუ ეს სპეცსამსახურების გარეშე წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, ხო? შესაბამისად, სადაც ჯეფრი ეპშტეინს უცნაურ ვითარებაში კლავენ, ესე იგი რაღაცა ძალა ამას ჩარეული, ხო? ხო და უყურე რაში ეს ერთმანეთი, ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ გამორიცხავს, კაცო. იზრაშენეცი, სატანისტი, პერვერტები, რომლებიც ისედაც იყვნენ და სისტემა და სპეცსამსახურები უბიძგებდნენ, რომ ასეთი ხალხი აღმოჩნდეს, ანუ ასეთი კომპრომატირებული ხალხი აღმოჩნდეს მთავრობაში, შემდეგ მოხდეს ამაზე, ამ კადრების, ამ ფაქტების დაგროვება, ეს არის სპეცსამსახურების ანაბანა, კაცო. სპეცსამსახურები, როდესაც აი ვიღაც ეგრეთ წოდებულ ვერბოვკას ახდენენ, შეგონია, იქ 1000-ნაირი ფორმა არსებობს ადამიანის დავერბოვკების, ვიღაცას ყიდულობენ, ვიღაცაზე კომპრომატებს იღებენ, ვიღაცას რაღაცა. აი მაგალითად ნაპოლეონის დროს, აი როგორი ვერბოვკა მაგ ომების დროს, ნაპოლეონის ომების დროს როგორი ვერბოვკა არსებობდა, იცი? ყველა შორის მაგ ვერბოვკას ერქვა რუსებმა გამოიგონეს ეგ. აი მაგალითად თუ იჭერდნენ აი რამოდენიმე ფრანგ იმას ჯარისკაცს რუსეთის ტერიტორიაზე ომის დროს, როდესაც ნაპოლეონი თავს დაესხა. ერთს აკლევინებდნენ მეორეს, აი მაგალითად 3 ფრანგი ჯარისკაცია, ხო, ერთს აკლევინებდნენ მეორეს. მესამეს ტოვებდნენ და ვინც მოკლა, იმას უშვებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეხლა შენ ჩვენზე იმუშავებ, ან ამას გამოუშვებ და ეს იტყვის შენ რა ჩაიდინე.
და ის ადამიანი უკვე იყო დავერბოვკებული. ანუ სინამდვილეში ეს მეთოდები, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, მხოლოდ იხვეწებოდა საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ეს ეპშტეინის ეს საკითხი იყო ცალსახად სპეცსამსახურების დადგმული, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ თვითონ მონაწილეები მათ შორის იყვნენ ვიღაც სატანისტი, პედოფილი, იზრაშენცები. ანუ ეს ერთმანეთს რატო უარყოფს, ისედაც გასაგებია, მანდაბა რა გინდა. ანუ მან რატო ჩადიხარ, შენ თუ კაი ადამიანი ხარ.